ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელის ადრესატები გახდნენ, სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო მართველი გუნდის მიერ ამ სამი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვის თაობაზე სარჩელს დიქტატურად აფასებს. ნაციონალურ მოძრაობასა და პარტია ახლებში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ გადაწყვეტილი ეყოლებათ თუ არა იურისტი მოპასუხის სახით, თუმცა ამბობენ, რომ ქუჩის პროტესტს გააგრძელებენ. რაც შეეხება ლელოს, მათ პარტიების აკრძალვის საკითხი სასამართლოში უკვე გაასაჭირეს. ისინი დაასრულებენ, ეს არის მათი რუსული დავალება, ეს ჯერ კიდევ 2024 წელს ივანიშვილმა დაანონსა თუ არ ვცდები 29 აპრილს, როდესაც დიდი მიტინგი ჩაატარეს ქართული ოცნების, მაშინ და ბუნებრივია ამ პროცესს ისინი შეეცდებიან რომ ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში. ევროსასამართლოს პრაქტიკა და არგუმენტები ცალსახად არის ჩვენ სასარგებლოდ. ჩვენი ბრძოლა როგორც კონსტიტუციური სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური გაგრძელდება, ვინაიდან პარტიები არ ცვლიან რეჟიმებს. რეჟიმებს ცვლის ხალხი, პარტიები ამისთვის არის ინსტრუმენტი და ვინაიდან დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს, ჩვენ მათ შორის გამოვიყენებთ ქუჩის ინსტრუმენტს. ვიბრძოლეთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, რეჟიმს დავანიშნებთ ახალ და სამართლიან არჩევნებს. პარტიების აკრძალვას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ მოიშორონ პოლიტიკური ოპონენტები, როგორც ხდება რუსეთში, როგორც მომხდარა ბელარუსში და საქართველოც ასეთი ტიპის ქვეყანა არის დღეს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. მას სურს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გააქროს. სარჩელი ჯერ არ გვინახავს, თუმცა შინაარსი ჩვენთვის ცნობილია, შეუძლებელია სამართლებრივად იყოს ის დასაბუთებული, გამომდინარე იქიდან, რომ ეყრდნობა არაკონსტიტუციურ ნორმებს. ოცნების ლოგიკის ამოხსნა არის ფაქტობრივად შეუძლებელი. ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის არგუმენტიც გუშინ ბატონი პაპუაშვილისგან მოვისმენთ. განსაკუთრებით ეს ეხება ლელოს. საერთოდ ვერ ხსნით, რატომ მოხდა ლელო ამ ეგრეთ წოდებულ ასაკრძალ პარტიათა სიაში და რა თქმა უნდა ჩვენი მხარდაჭერა ლელოს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და მის განაყოფებს, თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, რომ თუ პარტია იმსახურებს დამარცხებას, პირველ რიგში ეს პარტია უნდა დაამარცხო არჩევნებით და პოლიტიკური გზებით და ზოგადად აკრძალვა ეს არც ერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება კონსტიტუციურ ნაბიჯად. ცნობისათვის გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ის პარტიები დაასახელა, რომელთა აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ქართულ ოცნებაში აღნიშნულ პროცესს ისტორიულ მომენტს უწოდებენ და განმარტავენ, რომ სარჩელი ორი ძირითადი კრიტერიუმისაგან შედგება. პირველი, რამდენად ანტიკონსტიტუციური იყო კონკრეტული პარტიის ქმედება და მეორე, რამდენად შეეძლო დაეზიენებინა მას ქვეყანა. მართველ გუნდში ამბობენ იმასაც, თუ რატომ არ მოხვდა ასაკრძალ სიაში გახარია საქართველოსთვის. უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ეს პარტია 4 ოქტომბრის მოვლენებს გაემიჯნა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო. ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ესეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც აზიანებს ქვეყანას და ამისი მტკიცებულებები არსებობს უამრავი, მათ შორის უკვე საჯაროდ 6 თვის განმავლობაში საგამოძიებო კომისიაზე, რაც მოძრაობა თავისი ფილიალებით არ უნდა არსებობდეს, რაც იქნება იმის საშუალება ქართულ პოლიტიკაში, რომ ბოლოს და ბოლოს ოპოზიციაშიც არსებობდნენ ისეთი ძალები, რომლებიც შეიძლება კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არ აზიანებდნენ ქვეყანას. სულისუნარიანი და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის განსახორციელებლად არის აუცილებელი შესაბამისი პოლიტიკურად დაბინძურებული ველი ამ კრიმინალების, რომლებიც პოლიტიკურ მანტიაში იყვნენ გახვეული, აიწმინდოს ამ გვარი ძალებისგან და ქვეყანაში გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ მონოპოლიზირებული კრიმინალებისგან მონოპოლიზირებული პოლიტიკური ველში მათი ადგილი ჩანაცვლეს ჯანსაღი ოპოზიციით. როდესაც შენ იმართები გარედან და ახორციელებ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ახალისებ ძალადობას, ახალისებ პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოყვება შესაბამისია. მიზანს რაც შეეხება, როდესაც დადგება 2028 წელი, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები, თუ რა მიზანი ექნება ქართულ ოცნებას, ამას საზოგადოება გაიგებს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიქცევით, ხანდამდელი არ იქნება.
დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს და ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იქნება. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებელი ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი ავრცელებენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოში მმართველი უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმართვის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ. როგორც ანსამბლეამ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ თავის ბოლო რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნა, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს და ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იქნება. ნათქვამია განცხადებაში. თანამომხსენებლები მმართველ უმრავლესობას მოუწოდებენ, რომ სარჩელს გადახედოს და ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსლა შეაჩეროს. ასევე განცხადების თანახმად თანამომხსენებლები წლის ბოლომდე საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის ფარგლებში ჩამოსვლას გეგმავენ. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა სამინისტროს გაყოფისა და მმართველობითი გუნდის ცვლილებების შედეგად სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე. მინისტრმა ისაუბრა არსებულ ხარვეზებზე, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილ მიმდინარე და განხორციელებული პროექტების კუთხით. ასევე საავტომობილო დეპარტამენტისა და წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების მიმართულებით. მუნიციპალური განვითარების ფონდში სამწუხაროდ შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული ან სრულად შეჩერებული ობიექტის მიზეზად იქცა. კერძოდ, მაგალითად, 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური და პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. პრობლემებში გულისხმობ როგორც დაბალ ტემპს, ზოგ შემთხვევაში შეჩერებულ პროექტებს, ვადაგადაცილებას, არაერთგზის ხარისხის პრობლემას და ასე შემდეგ. დიდი მოცულობით ხდებოდა ავანსების გაცემა, ხშირ შემთხვევაში შესრულების მკაფიო გარანტიების გარეშე. სიტყვიერი შეთანხმების პრაქტიკა, რაც რა თქმა უნდა მიუღებელი არის და მთლიანობაში ფონდის საქმიანობის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და სისტემური რეფორმის აუცილებლობა, რაც თვალნათლივ ჩანს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელიც 4 მილიარდ 200 მილიონის პროექტებს მართავს, გამოკვეთილი არის შემდეგი პრობლემები. სამუშაოების ვადაგადაცილება და შესრულების დაბალი ტემპი, 135 საბიუჯეტო პროექტიდან 122 არის ერთხელ ან მეტჯერ ვადაგადაცილებული და ალბათ პარლამენტარები, რომლებიც ადგილზე ხშირად გაქვთ ადამიანებთან ურთიერთობა და კონკრეტულად ადევნებთ თვალყურს პროექტებს, დამეთანხმებით, რომ ბევრი არის სამწუხაროდ ესეთი მაგალითი. კონტრაქტორი კომპანიების გადატვირთვა ერთდროულად რამდენიმე პროექტით, ხარვეზების საპროექტო დოკუმენტაციაში, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევდა დამატებით კორექტირების აუცილებლობას, არასრულფასოვანი პროექტი ყოველთვის ხდება მიზეზი იმისი, რომ პროექტის გახანგრძლივება მოხდეს დროში, შესაბამისად სამუშაოების წარმოების ეტაპზე, როდესაც აღმოჩნდება, რომ პროექტი არის ხარვეზიანი, აუცილებელი არის ამ ხარვეზის გამოსწორება, რაც თავისთავად გარკვეულ ვადებს მოითხოვს და ხდება ამ მიზეზით პროექტის გახანგრძლივება. კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით რეგიონებში, მომსახურებების დაბალი ხარისხი გზების მოვლაშენახვის მიმართულებით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენ საქმიანობაში, გამომდინარე იქიდან, რომ გზების ეფექტურ მოვლაშენახვაზე მათ შორის არის დამოკიდებული თუ რამდენად ხანმედეგი იქნება ესა თუ ის პროექტი, რომელსაც განახორციელებთ და რამდენხანს დიდხანს გაძლებს ესა თუ ის კონკრეტული მაგისტრალი იქნება თუ შიდა სახელმწიფოებრივი გზა. წყალმომარაგების კომპანიაში ძირითადი გამოწვევები იყო სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილების პრობლემა და ეს თითქმის ყველგან გვაქვს. ხარვეზების საპროექტო დოკუმენტაციაში პოტენციური მომწოდებლების სიმცირე სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საზედამხედველო კომპანიების სიმცირე და კადრების დეფიციტი,
დანაკარგები, რომელიც წყლის კომპანიას დანაკარგების პრობლემა წყლის კომპანიისთვის არის ძალიან მტკივნეული და აქტუალური და გადასახადების ამოღება. მინისტრის თქმით, სამინისტრო სრულად გადადის ხარისხზე დაფუძნებულ მმართველობის მოდელზე, რაც მოიცავს მათ შორის პროექტირების ეტაპის გამიჯნას, არქიტექტორების აქტიურ ჩართულობას და კონტროლის მკაცრ მექანიზმებს. ჩვენ ავიღეთ მკაფიო კურსი ხარისხზე ორიენტირებული მმართველობისკენ, რაც მოითხოვს დროს, პროექტების დეტალურ შესასწავლად, ხარვეზების გამოსავლენად და პრიორიტეტების თავიდან განსასაზღვრად. შეიქმნა ახალი სტრუქტურების, ტექნიკური ზედამხედველობის, პროექტის მართვის, ხარისხის კონტროლის მიმართულებით. ასევე უარი ვთქვით დიზაინ ბილდის კონტრაქტის მოდელზე, გამონაკლისის შემთხვევების გარდა, რომელიც მხოლოდ მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილებით ხდება, გადავწყვიტეთ, რომ პროექტირების ეტაპი გამოვყოთ დამოუკიდებელ პროცესად და კონკურენციის პირობებში შევარჩიოთ საუკეთესო არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტილებები. ამ მიდგომამ ბუნებრივად გაზარდა პროექტების მომზადების ვადები, თუმცა საბოლოოდ ეს ნიშნავს ხარისხზე გაკეთებულ სწორ არჩევანს და მეორე მხრივ პროექტირების ეტაპის ცალკე გამოყოფა და დაგვაზღვევს მშენებლობის ეტაპზე პროექტის ხარვეზების გამოსწორების შემთხვევებისადმი. მუშაობთ ახალი სამშენებლო ნორმების დანერგვასთან დაკავშირებით და ჩვენი ამოცანა არის, რომ უკვე მომავალი წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა მთლიანად გადავიდეს ევროპულ სამშენებლო ნორმებზე, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად მშენებლობის ხარისხის, ტემპის გაუმჯობესებისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე ყველაზე კარგად აღჭურვილი ლაბორატორიის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ჩვენივე სტრუქტურაში შიგნით გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოს ხარისხი ვაკონტროლოთ, ეს იქნება გზა თუ ნებისმიერი სამოქალაქო მშენებლობის ობიექტი. მუშავდება საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ახალი სტრატეგია და სტანდარტები. შევეცდებით, რომ ზამთრის პერიოდში აღარ გამოვიყენოთ ტექნიკური მარილი, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც თვითონ ტურისტული სეზონის პერიოდში, ასევე გზებთან მიმართებაში არის საკმაოდ დამაზიანებელი და მომავალი წლიდან უკვე შევეცდებით, რომ საერთოდ ახალ მოდელზე გადავიდეთ გზების მოვლასთან დაკავშირებით. ასევე იცით, რომ ის მაგისტრალები, რომელიც ბოლო წლებში აშენდა საქართველოში, საკმაოდ რთული საინჟინრო კონსტრუქციები არის და სწორად მათი მოვლა-შენახვის დაგეგმა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მუშაობთ და მალე წარმოგიდგენთ საავტომობილო გზების კანონს. პროცესში ჩვენ გვეყოლება ჩართული საერთაშორისო ექსპერტები და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას გამოვიყენებთ ამ მიმართულებით. 2026 წლიდან აიგრძალება არამოდიფიცირებული ასფალტის დაგება საქართველოში, ჩვენი განხორციელებულ პროექტებს გულისხმობ და მთლიანად გადავალთ მოდიფიცირებულ ასფალტზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა წყლის ტარიფის გაზრდის შესაძლებლობაზე, მისი განმარტებით წყალმომარაგების კომპანიის დანახარჯი ბევრად მეტია, ვიდრე მისი შემოსავალი, როგორც სოხაძემ აღნიშნა, ისინი მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გაძვირების მოთხოვნით მიმართავენ. მომავალ წელს წყლის ტარიფის გადახედვის განცხადებას წარადგენს კომპანია მარეგულირებელ კომისიაში, იმიტომ რომ საქართველოში წყლის ტარიფი ჩვენი კომპანიის ოპერირების არეალში არ შეცვლილა 2011 წლიდან და ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ უკვე 2027 წლიდან მოხდეს ტარიფის ცვლილება. დღეს თბილისში არსებული ტარიფები მკვეთრად განსხვავდება რეგიონებში არსებული ტარიფებისგან, მაშინ როდესაც რეგიონებში წყლის მიწოდება გაცილებით უფრო მეტ კაპიტალ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე ეს არის თბილისი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ უზრუნველყოფს კომპანია თავისი საოპერაციო ხარჯების მინიმალურ გასტუმრებასაც კი დღეს არსებული რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება ქალაქ ქუთაისში. პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მშენებლობა ნაწილ ტერიტორიაზე დაწყებული არის უკვე კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო უდიდეს ნაწილზე საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზეა გამოცხადებული ტენდერი. 5000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება.
პროექტირება მიმდინარეობს კონკურსი მიმდინარეობს უпроსორად სპორტის სასახლესთან დაკავშირებით. მოსავლე ახალგაზრდობის პარკში დაწყებულია უკვე სამუშაოები და რამოდენიმე დღის წინ იქ შევიდა კონტრაქტორი. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა მიმდინარეობს შენობის დაცლის სამუშაოები. საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ბიბლიოთეკა არის, საკმაოდ დიდი ფონდი აქვს და ამ ფონდის, ასე ვთქვათ, საიმედო ადგილას დაბინავება მიმდინარეობს, რის შემდგომაც კონტრაქტორი დაუყოვნებლივ შეუდგება სამუშაოებს. ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობის ხიდის მიმდებარედ მდინარე რიონის სანაპიროზე დაგეგმილია სარეკრეაციო სივრცის მოწყობა და ასევე ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაციაზეც ამ მიმართულებითაც ვდგამთ ნაბიჯებს. ასევე გზების მიმართულებით ქალაქ ქუთაისში უпроსორად საგზაო დეპარტამენტის მიმართულებით ორი ნაპირსამაგრი პროექტი მუშავდება, ეს არის ახალგაზრდობის გამზირზე, მესამე შესახვევი ნომერი 5 და 7-ის მიმდებარედ და მდინარე წყალწითელას ნაპირსამაგრის სამუშაოები, რომელიც ასევე განხორციელდება. ასევე კითხვა იყო ძველ ქუთაისთან დაკავშირებით, როდის დაიწყება რეაბილიტაცია. ჩვენ ამ საკითხებს, როდესაც ისტორიულ უბნებს ეხება თემა, ძალიან ფრთხილად ვუდგებით. მნიშვნელოვანი არის შესაბამის სპეციალისტების ჩართულობა, სწორი კონცეფციის განსაზღვრა. ჩვენ ეს პროცედურები დაწყებული გვაქვს, ადგილზეც ვიმყოფებოდით და უფლებას ვიტოვებთ, რომ კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მოგახსენოთ, რომ დღეს რაიმე უზუსტობა არ მოხდეს. დავით ერემეიშვილი დღეიდან ქუთაისის მერის რანგში საქმიანობას შეუდგა, ის გასული წლის ივლისიდან მერის მოვალეობას ასრულებდა. დავით ერემეიშვილის თქმით, ის გეგმავს გაცემული დაპირებების შესრულებას. დღეიდან ოფიციალურად შეუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ქუთაისელს ასეთი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერისათვის. ჯერა ჩვენს გუნდთან ერთად შევძლებთ მოსახლეობისათვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას. ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისათვის ჩვენი თანაქალაქელების საკეთილდღეოდ წერს დავით ერემეიშვილი სოციალურ ქსელში. არასრულწლოვანით ვაჭრობის, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით წინასწარის შეცნობით გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ ბრალდებულის მითითებით არასრულწლოვანის სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ბრალდებულს უხდიდა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა წინასწარი შეცნობით 16 წლის არასრულწლოვანი. ბრალდებულის მითითებით, მისავე მასაჟის სალონში დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, ხოლო არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშვებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და საკუთარი შეხედულებისამებრ გაანგარგავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს პროსტიტუციის შესანიღბად 2022-2025 წლებში თბილისში გახსნილი ჰქონდა მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდა. ბრალდებულის მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ კლიენტებს. თანხის დიდ ნაწილს კი ბრალდებული იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. დაკავებულს ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წინასწარ შეთანხმების ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნივთკიცება დამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები, ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონი და საფრენი აპარატი, დრონი, რომლის მეშვეობითაც ბრალდებულები ნარკოტიკული ნივთიერებების განთავსებისთვის ადგილმდებარეობას წინასწარ სწავლობდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ასევე დააკავეს ერთი პირი ქარელში, რომელსაც ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით 126 შეკვრად დაფასებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღეს. ბრალდებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სკოლა დავაარსეთ 38 წლის უკან 1987 წლის 1 სექტემბერს მივიღეთ პირველი ნაკადი სკოლაში. მის შემდეგ სკოლა მუშაობს შეუფერხებულად. ძალიან ძიმე მდგომარე წლებიც გამოვიარეთ, მაგრამ სკოლას ჩვენ არ გაგუჩერებია მუშაობა. ხონის სამხატვრო სკოლის დირექტორი სკოლის დაარსების შესახებ გვიყვება და მის ისტორიას გვაცნობს. მრავალწლოვანი ტრადიციის მქონე სკოლაში ამ ეტაპზე 109 მოსწავლე სწავლობს ხატვას, ფერწერას, კომპოზიციას, თექაზე მუშაობას, კერამიკასა და ხელოვნების ისტორიას. ჩემი დანიშნულება და ჩემი პედაგოგების დანიშნულება და მიზანი ისაა, რომ აქედან წასულმა ბავშვმა, ვინც ნორმალურად იარაღდა, ისწავლა და ჰქონდა რაღაც მიდრეკილები ხელოვნებაში, უნდა მიიღოს დადებითი ნიშანი ეროვნულ გამოცდებზე, ხატვაში, აკადემიაში ან სხვაგან არქიტექტურულზე. თუმცა ბარდება ხატვა ყველგან და ბევრი აბარებს, ძალიან ბევრი მოსწავლე უკვე აღარც კი მახსოვს რამდენია. ბევრმა ბავშვმა როგორც პროფესია ისე გაიხადა ეს საქმიანობა და მაყოფილებიც არიან. რეგიონში სამხატვრო სკოლის არსებობა ეს არც ფუფუნება კი არა, ძალიან საჭირო რაღაცა. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. აქ ის მნიშვნელობა, რომ ყველა მხატვარი კი არ გახდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იცის, რას ნიშნავს მოლბერტი, იცის, რას ნიშნავს სახატავი დაფა როგორია, გამოფენა როგორ უნდა მოეწყოს, გამოფენაზე ალბათ მე ისე დავამთავრე საშუალო სკოლა, სანამ მოვეწყობოდი უმაღლესში, მანამდე არც ვიყავი, უკვე რაც გამოფენა მქონდა, ნახე და არც არაფერი იმ დროს. ახლა ამათ ეგენი პირდაპირ აკადემიაში მიდიან, ნახე. იმდენ განათლებას იღებენ, რომ პირდაპირ აბარებენ. და აქვთ ამ შესაძლებლობა. აი ეს მნიშვნელობა აქვს ამ სკოლას და რა ვიცი, გემოვნებას უფეწავს, ცოტა აწნარებს კიდევაც ადამიანებს. იმისა და ხულინები მიიღენ, მე კაცები წერდნენ აქედან. ასეთი ხიბლი აქვს ამას ხელოვნებაში. დაინტერესება სულ იყო. იმ კატეგორიას, ვისაც უყვარს ეს ამბავი და ვისაც მიდრეკილება, აქ დაინტერესება როგორ იყო. თუ კაცს ნიჭი არ გაქვს ამის შესახებ, ამ მხატვრობაზე და არც ინტერესი გექნება. არაფერი დაინტერესება იყოს თუ რაც ეს სკოლა გაიხსნა, მის მერე არის თუ რომელზე დაინტერესება. თქვათ რომ აი ახლა წინა წლებში უფრო ნაკლები იყო, თქვათ ახლა უფრო მეტი არა. იყო დაინტერესება და არის. უყვარს ხალხს ამ რაღაცეები, ხელოვნება უყვარს აი. კერამიკული ღუმელი, სადაც ხდება გამოწვა, გამოძერწვა, კაშკობა, ხდება გამოწვა. ეს ახალი ღუმელი შევიძინეთ. აქ ღუმელი ჩადგმულია ახლა ისა და ხვალ გამოიწვება ნამუშევრები. საბოლოო სახე ასეთი არის. ამით შეიძლება ის მოხატვა. ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად ბავშვები სწავლობენ კერამიკასა და თიხასთან მუშაობას. სულიკო ნარიმანიძე, რომელიც უკვე წლებია ბავშვებს ამ პროფესიის დაუფლებაში ეხმარება, გვიყვება თუ რამდენად საინტერესოა ახალგაზრდებთან მუშაობა და მათთვის ფანტაზიის პრაქტიკულ განვითარებაში დახმარება.
რამდენი ბავშვისა იმდენი ნიჭია რა. იმდენი განსხვავებული ნიჭია, განსხვავებული. ხანდახან მიყვის რომ აი ახლა მე ვერ მოვიფიქრებდი ამას ისეთ რამეს მიაგნებს ბავშვი რა რაღაცა. საინტერესოა. მე საერთოდ უნდა ვუწყობ და არადროს არ კარნახავ მე რომ ბავშვობა ეს გააკეთე და ეს ასე და არა. როცა ზარი ირეკება რომ მუშაობენ ბავშვები მე ხო ხედავ რა დროს ბავშვობა ზარი დაირეკა დაიშონეთ არავინ არ დგება ზემოთ. რადგან ვიცი აი საზრონება არ უნდა რომ გაწყდეს. რო ადგეს, წავიდეს, ირბინოს, მოვა შეიძლება ვერ გააგზელოს. იმიტომ რომ გაწყდა უკვე საზრონება რა. არც ვაძალე მე გენათ რა ადექით რატო? მე ხო ვიცი რა არის ხადრობა და სახელოვნება. ზის და მუშაობს. აი ზოგს უნდა, მაგრამ ვერ ერგება. ეს ბუნებრივი მოვლენა, მან და მაინც ნიში უნდა ქონდეს ხადრობის, იმათ მუსიკის ნიშია, ხო? ხო და უნდა, მაგრამ ვერ ერგება და არა ახლა ესეთ რაღაც ნიში უნდა მოხვე შენ აქ და მე ჩვენ ვარ ვითარებთ მაგას. რაღაც ნიშით უნდა შემოხვიდი აქა. აი გინდოდეს ხადრობა და გინდოდეს ზალით ხადრობა არ არსებობს. ძალიან კარგი ბავშვები ყავს, ყავდა კიდეც გავიდნენ აკადემიაში წავიდნენ, ჩააბარეს, განათლება მიიღეს. ასე რომ ეს ყველა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს რა. ძალიან დიდ საქმეს. კარგი საქმეს აკეთებს ჩვენი სკოლა. ძალიან კარგი საქმე. ხონის სამხატვრო სკოლა უმნიშვნელოვანეს დანიშნულებას ასრულებს იმ ახალგაზრდებისათვის, ვისაც სურთ ხელოვნებას დაეუფლონ და განავითარონ ის შემოქმედებითი ნიჭი, რომლითაც ბუნებამ დააჯილდოვა. მე ვარ მარია მამალაშვილი და ხატვა ძალიან მომეწონა. იმიტომ მიყვარს რომ ძალიან კარგად გამომდის. მაგრამ როცა თავიდან მოვედი, რაღაც ადგილები არ იყო და ძალიან განვიცადე. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ როგორც ხედავ ძალიან ბევრი ბავშვი ისწავლობს აქ და ძალიან ბევრს კარგადაც გამოსდის ეს. რომ ბევრი ახალი თაობა რომ მოდის, საჭიროა ეს და უნდა განვითარდეს. სამხატვრო სკოლის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე სამომავლოდ რეგიონში ახალგაზრდებისათვის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს სამხატვრო აკადემიის არსებობას, რაც ახალგაზრდა თაობას თავისავე რეგიონში განვითარების შესაძლებლობას მისცემს და რეგიონს კიდევ ერთ კულტურულ ჰაბს შემატებს. რა თქმა უნდა, რეგიონში გაზრდა კიდევაც და თვითონ რაღაცნაირი კულტურა შემოიტანდა. ის ცალკე უმაღლესი სასწავლებელი, სამხატვრო უმაღლესი სასწავლებელი ძალიან დიდი კულტურას ნიშნავს.